მესხერხის საინფორმაციო სამსახური დღის ამბებით ბრუნდება პირდაპირ ეთერში სტუდიაში ესოსო გაციდაძე. გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძეს ბრალს დაახლოებით 1 საათში წაუყენებენ, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, ბრალდება მისთვის უცნობია, შესაბამისად ვერ აკონკრეტებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით. დღესვე ბრალს წაუყენებენ ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას, ყოფილი მაღალჩინოსნები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დაკითხავენ ახალაიას თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საჩივარი შევიდა. სარჩელი დაღუპული ოფიცრის სერგო თეთრაძის მეუღლემ ბაჩო ახალაიასა და სხვა პირების წინააღმდეგ შეიტანა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ეს ახალაიას წინააღმდეგ ცალკე საქმე იქნება. შეგახსენებთ, ახალაია 2 დღის წინ პროკურატურაში დაიბარეს და დააკავეს გამოძიება. ძირითადად მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდით ინტერესდება. მისი დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი სამართალდამცველებმა გენშტაბის ხელმძღვანელი და მე-4 ბრიგადის მეთაური აიყვანეს. ნიკარურუა ბაჩო ახალაიას და გიორგი კალანდაძის დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყველაფერი დროებითია. ამის შესახებ კულტურის ყოფილმა მინისტრმა სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე დაპოსტა. ფიქრობდი, თუ როგორ გამომეთქვა ჩემი პოზიცია და პროტესტი სამშობლოში ვაჟკაცურად დაბრუნებული ბაჩო ახალაიასა და საქართველოს შერეღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის 15 წლის ასაკიდან ქართულ ჯარში მყოფი გიგი კალანდაძის დაპატიმრებაზე. იმაზე აღარაფერს ვამბობ, თუ როგორ ირღვეოდა და ირღვევა მათ მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპცია. უმთავრესი რამ, რასაც ნებისმიერი თითოეული მოქალაქის თავისუფლება ეფუძნება. ყველაზე კარგი პასუხი ისე უინსტონ ჩერჩილთან ვიპოვე, ყავს მტრები, კარგია. ეს ნიშნავს, რომ შენ რაღაც ღირებულის დაცვა გიცდია. შენს ცხოვრებაში ასე რომ გამხნევდით, ყველაფერი დროებითია, წერს ნიკარურუა. პარალელურად ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების პროცესში ახალი დეტალები იკვეთება. ამაზე მთავარმა პროკურორმა ტელეკომპანია იმედის გუშინდელ თოქ-შოუში ღია ეთერში ისაუბრა. კბილაშვილის განცხადებით, დამატებითი მტკიცებულებები გამოძიების მიმდინარეობის პროცესში კონკრეტულ ეპიზოდში გამოიკვეთა. კბილაშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ეპიზოდთან დაკავშირებით ათეულობით განცხადებაა, რომელიც ჯერ ბრალდება და არ არის ფორმულირებული, თუმცა იკვეთება ანალოგიური ტიპის დარღვევები, კერძოდ წამების, ცემისა და არაადამიანური მოპყროვის შემთხვევები. ამ დროისათვის გამოძიება მიმდინარეობს, იკვეთება ახალი დეტალები, უკვე წარდგენილ ეპიზოდში იკვეთება დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც განამტკიცებენ გაცხადებულ პოზიციას. ასევე მინდა ვთქვა, რომ ათეულობით განცხადება არის სხვადასხვა ეპიზოდთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ ბრალდებად არ არის ფორმულირებული, მაგრამ სადაც ანალოგიური ტიპის დარღვევები იკვეთება. მხედველობაში მაქვს წამების, ცემის, არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები. ყველა ესენი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედების საგანია, ხდება მათი შესწავლა. კაფიცული მძღოლები თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსთან შეხვედრას ითხოვენ. ამასთან ყვითელი ავტობუსის მძღოლები თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსად სისტემის ყოფილი თანამშრომლის გია მაისურაძის დანიშვნას ითხოვენ. მძღოლები არ გამორიცხავენ, რომ ამ მოთხოვნით მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყონ. თბილისში ყვითელი ავტობუსების მძღოლები დღეს გაიფიცნენ. გაფიცვაში დედაქალაქის 3-ვე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს. მძღოლებს 17 პუნქტიანი მოთხოვნები აქვს შემუშავებული, რომლის დაკმაყოფილებასაც მოითხოვენ. ისინი დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ძირითადად შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვენ. მე მინდა თბილისის მოსახლეობას ბოდიში მოუხადოთ მძღოლების სახელით, რომ დღეს გაუთვალისწინება მოხდა ის, რომ გაიფიცა 100%-ით ყვითელი ავტობუსები, დღეს მათ ვერ მოახერხეს გადაადგილება და თავის სამუშაო ადგილებში მისვლა. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მძღოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ის, რომ დღეს გამაფრთხილებელი აქცია არის. ამ გამაფრთხილებელი აქცია კანონიდან გამომდინარე, დაცულია ყველა პროცედურა, მოთხოვნა წერილობითი, მოთხოვნა დიალოგზე, შეხვედრა ყველაფერი და გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ის არის ხელფასების მომატება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბიუჯეტიდან ფინანსდება 45 მილიონი ლარით. წელს ხელფასების და ფიზიკურად შეუძლებელია. წლის ბოლომდე დამტკიცდება თბილისის ბიუჯეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან, რა ინფორმაციას დღეს გვაქვს, იგეგმება თბილისის ბიუჯეტის შემცირებას, ყველაფერი ეს გაირკვევა დეკემბრის ბოლოს. ყონდა შეხვედრა ავტობუსის მძღოლებთან, მე მათ გუშინაც შევხვდი, რამდენიმე დღის უკანაც შევხვდი. უმრავლეს საკითხებზე ჩვენ პრინციპში შევთანხმდით, გადაუწყვეტელი რჩება ძირითადი საკითხი, ხელფასების თემა. ისინი ითხოვენ ხელფასების გაორმაგებას, რაც ამ ეტაპზე ვერ მოხდება.
თელასის თანამშრომლების აქცია დასრულებულია. კომპანიის ხელმძღვანელობამ მათი მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. თელასის თანამშრომლები სამსახურში აღდგენას და იმ თანამშრომლების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც ყოფილმა ხელმძღვანელმა სამსახურში მათმაგივრად აიყვანა. კომპანიის ხელმძღვანელობა თელასის თანამშრომლების მოთხოვნების დააკმაყოფილებას ორშაბათისთვის დაპირდა. ნაწილობრივ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა, ანუ გაშვებული იქნა საკვანძო პოზიციებზე მუშავე 12 თანამშრომელი. დანარჩენებზე ითქვა, რომ იქნება მიმდინარეობს მოლაპარაკება დანარჩენებსაც გაანთავისუფლოს, ხოლო ასევე წამოვიდა მზაობა იმაზე, რომ ორშაბათამდე მოხდება ყველა იმ გაშვებული თანამშრომლის 125 კაცის დაბრუნება იმავე პოზიციაზე და იმავე პირობებით, რა პირობებიდან ისინი იქნა დათხოვილი. ეს გასარკვევია, ჩვენ თავიდან გვიღებენ თუ აღდგენა თავისი კომპენსაციებით. მაგრამ ნუ რაღაც რეზულტატი უკვე მიღწეულია ის, რომ რაღაც გარანტიები მიღებული გვაქვს. თუ ნახავთ, რომ ისევ რაღაც ტყუილსაა ადგილი და მარტო ნახევარი გადაწყვეტილებაა მიღებული, ალბათ კოლექტივი გამოგვეხმაურება ისევ და მე მგონი ხალხის თანადგომითაა ეს ყველაფერი მიღწეული. ისევ გავაგრძელებთ. სასწავლო პროცესი დილიდან შეჩერებულია 35 საჯარო სკოლაში. მიზეზი პედაგოგების, მოსწავლეების და მასწავლებლების პროტესტია. ისინი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლია ქევანიშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, დირექტორმა სამსახურიდან მოადგილეები იზოლდა ვაშაძე და ევგენია მენაბდე უკანონოდ დაითხოვა. მშობლები კი ამბობენ, რომ ქევანიშვილს გამოცდილება არ გააჩნია და მანამდე ის მხოლოდ მანდატური იყო. პროტესტის მონაწილეები ძველი დირექტორის შოთა არველაძის დაბრუნებასაც მოითხოვენ. საპირისპიროს აცხადებს 35 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ამბობს, რომ სამსახურიდან დათხოვნა კანონის სრული დაცვით მოხდა. ლია ქევანიშვილმა არჩილ არველაძე შაშკინის ბრძანებით შეცვალა. ჩვენ მიზეზი დაგვიდო იმათ, რომ ჩვენ არ გამოვიყვანეთ მასწავლებლები მისი ოთახიდან და არ შეუშავებთ ხელი მასწავლებლებს, რომ თავიანთი თხოვნა გადაეცა დირექტორისათვის. გუშინ 4 საათზე საღამოს დაგვიბარა მოადგილეები და გვითხრა, რომ ვიყავით გათავისუფლებული. და დღეს დილით ადრიანო 7 საათზე მოსულა და დაუწერია ბრძანება. ბრძანებაში არ არის მითითებული რა მიზეზით გაგვათავისუფლა. მაგრამ გაგვათავისუფლა, როგორც თვითონ მოგვახსენა, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლებს დაუდექით გვერდით. დამავალეს, რომ ხალხი გაუშვეს სამსახურიდან და მე ვთხარი, როგორ მშრომელი ადამიანების გათავისუფლება დაგავალეს მეთქი და მე რა რო შრომობდიო, ხელფას ხო იღებდიო. და მე ვთქვი, მაშინ გავარკვევ მეთქი, ჩემი დაქალის მოყვანა მინდაო და დამანებე თავი ეხლაო. ჩემი მიზანია, რომ ყველაფერი იყოს გამართული, ნორმალურად მიმდინარეობდეს სასწავლო პროცესი, რაც იმ დღეს მე ვერ მოვახერხე. ცხადია, მარტო დირექტორი თუ ვერ შეძლებს, თუ მას გუნდი არ ეყოლებას და ჩამოვიდნენ ისინი აქ იდგნენ, თუ ხელი არ შეუწყვიათ ამ ყველაფრისთვის, ყოველ შემთხვევაში არც შეუშლიათ და არაფერი გაუკეთებიათ, რომ მასწავლებლები გაკვეთილების დროს, როცა ისინი გაკვეთილების ზონდა ყოფილიყვნენ, იყვნენ აქ ჩამოსული თხოვნით, რომ დამებრუნებინათ ძველი თანამშრომლები. სასამართლოში შესაძლოა ფოტო და ვიდეო გადაღება ისევ დაუშვან. ამის შესახებ კანონში ცვლილების ინიციატივით იუსტიციის სამინისტრო გამოდის. კანონპროექტის პრეზენტაცია სასტუმრო რადისონში მიმდინარეობს. კანონპროექტის მიხედვით სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. გარდა ამისა, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება შეუზღუდავად შეეძლება საზოგადოებრივ მაუწყებელს. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს არ ეთანხმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი. მის თქმით, ძირითადად საკანონმდებლო პაკეტი მისთვის მიუღებელია იმ ნაწილში, რომელიც იუსტიციის საბჭოს შეეხება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილია ცვლილებათა ორი პაკეტი. პირველი პაკეტი შეეხება იუსტიციის საბჭოს, ხოლო მეორე პაკეტი გულისხმობს ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ცვლილებათა მიხედვით დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს საშუალთა უპირობო შეკრების წესი იცვლება. პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, შეიცვალოს მოსამართლეთა ფორმირების ორგანო, რომელსაც ქვია იუსტიციის უმაღლესი სკოლა და სკოლა დაემსგავსოს რეალურად სკოლას და არ იყოს კონტროლირებადი ორგანო. გარდა ამისა, ჩვენ სერიოზულ ცვლილებებს თავაზობთ აგრეთვე დისციპლინურ დევნასთან დაკავშირებით, რადგან დღეს თუ ჩვენი სასამართლოები სავსეა იმ მოსამართლებით, რომლებსაც დაუსჯელობის სინდრომი ახასიათებთ, ეს იმის ბრალია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბატონი კუბლაშვილის მეთაურობით, იმიტომ რომ კანონია ცუდი, ვერ ახერხებს მოსამართლეების რეალურად სანქცირებას, როდესაც ისინი უკანონო ან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ცვლილებები, რომელიც
რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ეს არის ნაბიჯი უკან სასამართლოს დამოუკიდებლობიდან. ჩვენ შევიტანეთ რამდენიმე ცვლილება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით 2011 წლის ბოლოს 2012 წელს პარლამენტმა შემდეგ დაამტკიცა ეს ცვლილებები და ეხლა ფაქტიურად 1-2 ის ცვლილება უკან არის დაბრუნებული. ანუ მაშინ ამოვიღეთ ისეთი ნორმები, რომლებიც გარკვეულწილად ზღუდავდა სასამართლო ხელისუფლებას და სასამართლოს დამოუკიდებლობას. ეხლა ეს ნორმები ფაქტიურად შეპარული სახით უკან არის დაბრუნებული ამ პროექტში. ბუნებრივია ამ ცვლილებებს ჩვენ მხარს ვერ დაუჭერთ. პარლამენტში ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს. ხლომებს არესტრებიან უმცირესობის წარმომადგენლები, თუმცა ეს პროცედურულ პრობლემას არ ქმნის, რადგან უმრავლესობა საჭირო კვორუმი ხავს. მიუხედავად ამისა, უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სამწუხაროა უმცირესობის გადაწყვეტილება, რადგან ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მათი შენიშვნები და მოსაზრებები ვერ მოხდება. ეს არ არის ქართული ოცნების ბიუჯეტი, ეს არის ქვეყნის ბიუჯეტი, ამიტომ ნაციონალები მეტ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, აცხადებენ უმრავლესობაში. ბიუჯეტის საკომიტეტო მოსმენები 12 ნოემბერს დასრულდება, ფინანსური დოკუმენტი პარლამენტის სესიაზე უკვე 13 ნოემბერს. Თვითონ ის რომ უმცირესობა არ ესწრება კომიტეტის თემებს შემისარეთ ძალიან საწევია და ნაკლოვანება არის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ ეტაპზე თუ ჩაერთვებოდნენ, უფრო ეფექტურად იქნებოდა განხილული და უფრო გაზიარებული იქნებოდა ყველა შენიშვნები, რაც აქვს უმცირესობას. სხვა მხრივ კომიტეტები გუშინ დაიწყო და დღეს დილიდან 11 საათიდან გაგრძელდება და რა თქმა უნდა, აქტიური მუშაობა იქნება. დღეს განიხილება საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანების ხდომაზე, სწორედ ბიუჯეტის საკითხი წარმოქმნილი იქნება მთავრობის წარმომადგენლის მიერ. უმცირესობა რამდენადაც მე ვიცი, დატოვეს ქუთაისი, ამჟამად არ იმყოფებიან და ალბათ აქედან გამომდინარე არ მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა კვორუმი მაინც საკმარისია უმრავლესობის წარმომადგენლების სახით კომიტეტში და მე ვფიქრობ, რომ მაინც შედგება ეს განხილვა. თავისთავად, როცა მე ვამბობ, რომ ნორმალურია, რომ ნაციონალური მოძრაობა გამოხატავს თავის პოზიციას ამ ფორმით, ეს უბრალოდ არნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტს გაებუტო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტი ეს არის არა ქართული ოცნების ბიუჯეტი, არამედ ასევე ქართველი ხალხის ბიუჯეტი. ასე რომ მე ვიმედოვნებ, რომ ისინი იმ კვირას მობრძანდებიან, გააგრძელებენ თავიანთ უფლებამოსილების განხორციელებას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ისაც ხალხის განმავლობაში ცრუდ ღაღადებდნენ, რომ ჩვენთვის თავარია სახელმწიფო ინტერესები, თავარია ხალხის უფლებების დაცვა, აღმოჩნდება ტყუილი. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია განახლებული შემადგენლობით პირველად შეიკრიბა. სახელმწიფო კომისიის 39-ეს ხდომას კომისიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. სახელმწიფო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა უწყების პირველი პირი, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შედის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მექანიზმებსა და უახლოეს გეგმებზე, ასევე 2013 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და ნატო საქართველოს კომისიის ხდომების დაგეგმვის საკითხებს განიხილავს. Atom ბიძინამ კაფეო ჩამოაყალიბა კიდევ ერთხელ და განსაზღვრა ჩვენი მთავრობის პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში, ეს იქნება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტები. ამ თვალსაზრისით ყველა ის მექანიზმი, რომელიც არსებობს ნატოსთან თანამშრომლობის, ეს არის ნატო-საქართველოს კომისია, ეს არის ნატოსთან ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შემუშავება. ამ თვალსაზრისით ძალიან კაფეო და პრინციპული მითითებები გაეცა კომისიის შემადგენლობაში შემოვალ მინისტრებს. გამოკითხვის პრეზენტაცია სახელმწიფო კანცელარიასთან სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კანცელარიასთან სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები მედიის წარმომადგენლებს გააცნეს. ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვით მოსახლეობის უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძეს უჭერს მხარს. გამოკითხვა საზოგადოების თავშეღრის ადგილებში თბილისის მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 453 ადამიანმა მიიღო. ამ გამოკითხვის შედეგები ესე გადანაწილდა, რომ 77% ლიდერობს დიმიტრი ლორთქიფანიძე, თამარ გურჩიანი 4%, გელვა ნიკოლაიშვილი 18%, ნიღმა მუხაშაური 10% და ამ გამოკითხვის სრულ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არავის არ აქვს, მოგეცემათ სოციოლოგია ისეთ სფეროა, მაგრამ ჩვენ ვეცადეთ, რომ საზოგადოებრივი აქტიურობა გვეჩვენებინა.
ახალგაზრდა ადვოკატების საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართავენ სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატურის წარდგენისას კანდიდატთა პროფესიული შესატყვისობა, გამოცდილება, რეპუტაცია და საზოგადოების აზრი გაითვალისწინონ. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატის შეთავაზებამ ღიად შეელახა დემოკრატიული პრინციპები. ისინი უმრავლესობას სახალხო დამცველის პოსტზე ლია მუხაშავრიას, გელა ნიკოლაიშვილისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურების განხილვისკენ მოუწოდებენ. საზოგადოებამ ომბუდსმენის საკითხთან პოლიტიკური ნება და სამოქალაქო აქტივიზმი დემოკრატიის მნიშვნელობის ფაქტად მიიჩნია, ამიტომაც აუცილებელია პარლამენტმა განმარტოს, რატომ აღმოჩნდა საზოგადოება სხვა რეალობაში. ფაქტი ერთია, საპარლამენტო უმრავლესობამ მართალია სახალხო დამცველად საკუთარი კანდიდატურა შემოგთავაზა და ამით კანონი არ დაურღვევია, მაგრამ ღიად შეელახა დემოკრატიული პრინციპების და სამოქალაქო სექტორისთვის მიცემული პირობის ერთგულება. თქვენ უყურებთ მეცხრე არხის საინფორმაციო გამოშვებას. ბიძინა ივანიშვილი ბარაკ ობამას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პრემიერ-მინისტრმა ობამას მისალოცი წერილი გაუგზავნა და წარმატება უსურვა მას საპრეზიდენტო პოსტზე უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებისას. ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის სახელით მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმ წვლილის გამო, რომელიც მან ამერიკას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეიტანა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი კვლავაც გააგრძელებს გლობალურ უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას იქ, სადაც გაერთიანებული ძალისხმევის საჭიროება იქნება. დედათა კომიტეტთან 2012 წელს შეიქმნა სისხლის სამართლის საქმეების შემსწავლელი მუდმივ მოქმედი კომიტეტი, რომელიც განიხილავს უკანონო პატიმრებს, პოლიტპატიმრებს, სინდისის პატიმრებს და პოლიტიკურ მსხვერპლთა საქმეებს. კომისიამ დღემდე განიხილა 9 პატიმრის საქმე. დედათა კომიტეტი თხოვნით მიმართავს არჩილ კბილაშვილს, სოზარ სუბარს და თია წულუკიანს მოავლინონ თავიანთი წარმომადგენლები კომისიაში მონაწილეობის მისაღებად. დედათა კომიტეტთან ჯერ კიდევ ივლისის თვეში შეიქმნა სისხლის სამართლის საქმეების შემსწავლელი მუდმივ მოქმედი კომისია, სადაც მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენ დაარსების დღიდან, ამ კომისიის შექმნის დღიდან დღემდე განვიხილეთ სულ 9 პირთა საქმე. ანუ იმ პირთა საქმე, რომლებმაც მომართეს კომისიას წერილობითი თხოვნით შეგვეფასებინა როგორც უფლებადაცვით ორგანიზაციებს სამართლებრივად მათი პირადი საქმეები. სააპელაციო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის საჩივარი განიხილეს. ხდომაზე სასამართლომ აპელანტის მოსაზრებები მოისმინა, შემდეგ ხდომაზე კი სასამართლო მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელს მოусმენს. ჰერეთის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 31 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა. ირაკლი ყანდიაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება არის უკანონო და ემყარება უსაფუძვლო მოსაზრებებს. სამაუწყებლო კომპანიამ სარჩელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ მას შემდეგ შეიტანა, რაც ქალაქ თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს მედიას საუსტეკომს მიანიჭა. განხილული იქნა სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის სააპელაციო საჩივარი, რითაც იგი ითხოვს 2011 წლის 2012 წლის 31 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის მოსაზრებით და დასრულებულად არის უკანონო, ემყარება ყოველმხრივ უსაფუძვლო მოსაზრებებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ არის ეს ყველაფერი დაფიქსირებული გადაწყვეტილებაში და ჩვენ გვაქვს განცდა იმისა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ამ მართლაც უკვე მრავალი თვე მიმდინარე დავას წერტილი უნდა დაუსვას და ჭეშმარიტება უნდა იზეიმოს. თავისუფალი საქართველოს და საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია პედაგოგების სკოლებში აღდგენას მიესალმება. ასოციაციის თავმჯდომარის ლია ნიკოლაიშვილის განმარტებით, განათლების სისტემაში უნდა დადგეს ყველა იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც პედაგოგების გათავისუფლების პროცესში მონაწილეობდა. მისივე თქმით, პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია მოითხოვს ყველა ის პედაგოგი, რომელიც პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს, რეპრესიების მსხვერპლად აღიარონ. და ბატონ ministris მოითხოვს სკოლაში დაბრუნებას და აღდგენას, იმ დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ეხლა არიან დირექტორებმა, მხოლოდ რომელმაც მარტო პოლიტიკურ 37 მუხლით გაანთავისუფლა, მაგრამ არიან დირექტორები, რომლებმაც ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინეს, მაგალითად ჩემს მიმართებაში 8 მუხლი მქონდა მოყენებული. მას შემდეგ რაც ბატონმა ministrმა განაცხადა საჯარო გამოსვლის შემდეგ, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული მასწავლებლები დაბრუნდნენ სკოლებში, დამიბარა ქალბატონმა ლელა ქინქლაძემ სინანული გამოხატვა
მოუხატა იმის გამო რომ ვერ დამიცვა მაშინ შედგა ჩვენ შორის მოლაპარაკება და აღმადგინა ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია ახალი მთავრობის საგარეო კურსს აფასებს. დავითაიას თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად რუსეთთან დიალოგი ვერ შედგება და მოლაპარაკებაზე რუსული მხარე მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოვა, თუ კი საქართველო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიას აღიარებს. დავითაიას განცხადებით, სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარიაშვილი რკინიგზის გახსნასა და პასპორტების ლეგალიზებაზე საუბრობს, რაც მისი თქმით, მცდარი ნაბიჯი იქნება და ამ შემთხვევაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება. ნუ გამოუხატავთ ზედმეტ ინიციატივებს, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იმუშავებს. მარტივი მაგალითია ამ პრობლემის გადაწყვეტის პირდაპირ გეუბნებით. სამი გზა არსებობს. ერთი გზაა, რომ საქართველოს აღიაროს დამოუკიდებლობა აფხაზეთს და ოსეთს, თავი დავანებოთ აფხაზეთს და ოსეთს. დავანებოთ თავი და წავიდეთ ჩვენი განვითარება. ეს ერთი გზა არის. მეორე გზა არის, რასაც უნდა რუსეთის ფედერაციას, რომ საქართველოს გახდეს ევრაზიული კავშირის წევრი, რაც უნდა პუტინს. ამ შემთხვევაში თუ ევროაზიური კავშირის წევრი გახდება საქართველო, არ ვიცი რა ფორმით, რა მიდგომებით, მაგრამ აფხაზეთის სამართლებრივ ჩარჩოებს საქართველოში მოქცევა შეიძლება. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ თავი დავანებოთ სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ, თავი დავანებოთ რაღაც სხვა მიზნებისაკენ სვლას. მაშინ ჩვენ თავს ნუ ვიტყუებთ რა. არ გამოდით თამაში. ან მივდივართ აქეთ, ან მივდივართ მეორე მხარეს. და მესამე გზასაც გთავაზობთ მე თქვენ და ყველა საზოგადოებას. გავყინოთ ის სიტუაცია, რაც ახლა არის. ჩვენ თუ ვერ ვიბრუნებთ ამ ტერიტორიებს, ჩვენ შვილებს მაინც დაუტოვოთ სამართლებრივი საფუძველი ამ ტერიტორიების დაბრუნების. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით იურიდიულ კომიტეტში შენიშვნები აქვთ, როგორც დღეს გამართულ საკომიტეტო განხილვაზე განაცხადეს, მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი უნდა დაიხვეწოს, თუმცა დეპუტატები ხარვეზებს თავად ვეხსნიან. ახლა დამტკიცებულ მთავრობას არასაკმარისი დრო ჰქონდა პროექტში ძირეული ცვლილებების განსახორციელებლად. პარლამენტარების კითხვებს დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ მოპასუხა. კომიტეტი მივიდა დასკვნამდე და ეს ლოგიკურიც არის, რომ მთავრობას სრულფასოვნად არ ქონდა დრო ბიუჯეტის მოსამზადებლად. ძალიან ცოტა ხანია ვიცით, რომ უფლებამოსილება შევიდა ახალი მთავრობა და საჭიროებს გარკვეული პუნქტები მეტგაშლას, დეტალიზაციას და ახსნას, ვთქვათ, გარკვეულ შემთხვევაში რატომ არის შემცირება, ან შენარჩუნება იგივე პარამეტრის, ან გაზრდა. საბიუჯეტო პროცესის ერთწლიანი პროცესი და ერთი კვირის დამტკიცებული მთავრობა შეუძლებელია ერთ კვირაში წარმოედგინა სრული საბიუჯეტო პროცესის შესაბამისი ბიუჯეტის პროექტი. აქედან გამომდინარე, კომიტეტს აქვს უფლება ნებისმიერი კანონპროექტი და ბიუჯეტის კანონპროექტი ან მოიწონოს, ან უარყოფითასხმელ გასესმაზე, ან არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნევს. პენტენსაურ სისტემაზეც და არის არსებითი სასამართლო, ვთქვათ, იუსტიციის სამინისტროსაც არის 13 მილიონის ფარგლებში სასამართლოებზე გარკვეულწილად არის საერთო სასამართლოებზე კლება, მაგრამ ეს არა მეორე შეტანის დროს, არამედ პირველი შეტანის დროს იყო კლება, ეს გამოწვეულია კაპიტალური ხარჯების არარსებობით ამ წელს. აი ესეთი ცვლილებები არის. ეს რა თქმა უნდა არ არის საბოლოო საბოლოო შედეგები იქნება შემდეგ ბოლოს, როდესაც დაზუსტება ასევე კითხვები დაისვა კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით და პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რამდენად ადეკვატურია ის თანხები, რაც არის მითითებული ბიუჯეტში. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაპატიმრებული საჩხერის მკვიდრი ისევ პატიმრობაში რჩება. ბიჭიკო ბაგაურის წინააღმდეგ ცხინვალში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულ სოფელ სინაგურში ოსური პასპორტის გარეშე შესვლაში ადანაშაულებენ. ბაგაური 2 თვეა ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. საჩხერეში სოფელ ჯრიაში 62 წლის ბიჭიკო ბაგაურის სახლში დაბრუნებას ოჯახი თვეებია უშედეგოდელის. იგი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფელ სინაგურში სექტემბერში დააკავეს. ბაგაურის სინაგურში კუთვნილი სახლის დასათვალიერებლად რუსული ბლოკპოსტის გვერდისავლით სპეციალური ბილიკით გადავიდა. დააკავეს საზღვარზე, როგორც მითხეს, გედეიპარა. დააკავეს. მესმეტე ჯერჯერობით ცნობილი არაფერი არ მნიშვნელოვანი. ყველას ვაცნობე, პოლიციასაც, ამგეობაშიდაც ვიყავი, ყველაზე. ჯერჯერობით რა ვიცი, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც გამოშვების ამბავზე არაფერი არ ჩანს. ბაგაურის წინააღმდეგ ცხინვალში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან. თანასოფლელების თქმით, ბაგაურისთვის ბრალის დამძიმების მიზეზად ცხინვალელი სამართალდამცველები დაკავებამდე მის არაერთხელ გაფრთხილებას ასახელებენ.
ესე გაფრთხილება ქონდაო და გაფრთხილება ქონდაო და ერთ ამერხე ლევიდა და დეიჭი კარცეთ ოჯახის წევრები და თანასოფლელები ბარდაურის ჯანმრთელობის პრობლემაზეც საუბრობენ. მათი თქმით, დაკავებულ სრული აწუხებს და მუდმივი მკურნალობა და მედიკამენტები სჭირდება. მოგვითვალა სახში, რომ ის წამლების რეცეპტი და ის გამომიგზავნებდა და წამლები. და ერთხელ ჩემი და სამჯერ 4 იყო ჩემი ბიჭი ჩასული გორში და გოუგზავნეს წამლები. ხო და საჭმელი გამომიგზავნო, სიდან გოუგზავნო საჭმელი. ბიჭირო ბარდაურის საკითხზე თავის მხრივ სისხლის სამართლის საქმე აღძრული საჩხერის რაიონულ სამმართველოშიც. როგორც მეცხრე არს პერევის პოლიციის განყოფილებაში განუცხადეს ადამიანის უკანონოდ დატაცების ფაქტზე საქმეს დეტექტივი ელგუჯა ჩხიტუნიძე იკვლევს. ბიჭირო ბარდაური პირველი არ არის საჩხერის მცხოვრებთაგან, ვინც ოსმა სამართალდამცველებმა საზღვრის უკანონოდ დადაკვეთის ბრალდებით დაატოვეს. 2 კვირის წინ დაახლოებით 1 კვირიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს პერევისა და გორისას მცხოვრებლები. სპორტული დარბაზის მშენებლობის ნაცვლად სტალინის მუზეუმის სკვერის რეაბილიტაცია. გორის მუნიციპალიტეტმა თავისუფალ ჭიდაობაში სპეციალიზებული დარბაზის მშენებლობისთვის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 300,000 ლარი მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციას მოახმარა. საკრებულოში აცხადებენ, რომ დარბაზის მშენებლობაზე ტენდერი ორჯერ გამოცხადდა, თუმცა ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც ერთ კომპანიას არ გამოუთქვამს. 200 სპორტსმენი კი ამჟამად სპორტსკოლის ერთ-ერთ მცირე დარბაზში ვარჯიშობს. თავისუფალ ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელი ნუგზარ სხირიელი ამბობს, რომ ამ მცირე დარბაზში არსებულ პირობებში გორილ სპორტსმენებს ვარჯიში უჭირთ და ეს მათ სპორტულ მიღწევებზეც აისახება. ნუგზარ სხირიელი ამბობს, რომ დარბაზის აშენების მსურველები პირველივე ტენდერისას გამოჩნდნენ, თუმცა არასაკმარისი თანხის გამო მშენებლობის დაწყებაზე უარი თქვეს. მწვრთნელი ასევე აღნიშნავს, რომ გორის გამგეობას მშენებლობის დაფინანსების გაზრდა რამდენჯერმე სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. მეორედ რომ დაიდო ტენდერზე, რადგანაც აღარავინ არ შემოვიდა ტენდერზე. აქ განგარიშებაზე იყო საქმე. არ ეყოფოდა ამ დარბაზის მშენებლობას. მე მივაკითხე გამგეობას. კერძოდ ხმიადაშვილს. და უთხარი, რომ ამ თანხაში არ იტევა ამ დარბაზის მშენებლობა და დამატება უნდა. სპორტსმენების განცხადებით, არასათანადო პირობებში ვარჯიშმა გავლენა მოახდინა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შედეგებზეც. ლონდონში თავისუფალ ჭიდაობაში გორილმა ფალავნება ლადო ხინჩიკაშვილმა და გიორგი გოგშელიძემ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აიღეს. ფიზიკურად შეუძლებელია ამ პირობებში ვარ, იმიტომ რომ ამდენი ხალხის უნდა ზომო ერთმანეთს არ დავეცით, არანაირი ვენტილაცია ჩვენ არ აგვაქვს. საქართველოს ნაკრებში არ არსებობს შეჯიბრი, ევროპის ჩემპიონატი იქნება, მსოფლიოს ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები 3-4 სპორტსმენი ყოველთვის გორიდან არის დაკომპლექტებული. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე განმარტავს, რომ გამოყოფილი 300,000 ლარით სკვერის რეაბილიტაცია მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ ისურვა. რამდენჯერმე გავიდა ტენდერზე და ტენდერზე არავინ არ შემოვიდა და ეს ვერ მოხდა ამ თანხის ათვისება. ვაპირებთ, რომ მომავალ წლის ბიუჯეტში ამ დარბაზის მშენებლობისთვის გავითვალისწინოთ თანხები დამატება. სპორტსკოლის დარბაზში, რომლის ფართი მხოლოდ 160 კვადრატული მეტრია, ამჟამად 200-მდე მოჭიდავე ვარჯიშობს. მათ შორის ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური შეჯიბრებების პრიზიორებიც არიან. მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწის მოსახლეობა გაზის პრობლემაზე ჩივის და მთავარი მაგისტრალის ყველა უბანში გაყვანას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხუნწში სოფლის პროგრამის ფარგლებში თანხა გაზის ფიცრებაზე გაიხარჯა, თუმცა გაზი მხოლოდ რამდენიმე უბანშია გაყვანილი. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფს მარტვილის გამგებელი. მეუბნებიან თუ 16,000 ლარი. ეს 16,000 ლარი გათვალისწინებული იყო, რადგან გაზზე წავიდა საქმე 5 ჩიხის. ამ 5 ჩიხისთვის ეს გათანაბრებული ყოფილიყო. აქ არის ალაგალა აგრებულ-მოკრებულად გაკეთებული შეუთანხმებელია. დაუზუსტებელი პროექტით რამდენი ხდება თანხა, რამდენი არა, არავინ არ იცის. რა თანხაა დახარჯული, დაუშვა 700 მეტრო, ეხლა ქუჩაში შეყვანილი. იქ არის 9,000 დაიხარჯაო და კილომეტრია შეყვანილი და იქაც 6,000 ლარი. საწავიდა დაუშვათ არჩევნით თანხები. მე ვერთხელ დააზუსტეს ქვედახუნწის მოსახლეობა, რომელ უბნებსაც ეხება ეს. 2 კვირის წინ შემოვიდნენ ჩვენთან. ხელმოწერები წარმოადგენეს, ვინც ცხოვრობს იმ უბანში აბსოლუტური უმრავლესობის. დაახლოებით ეს არის რო არ გამომივიდეს ის და მინიმუმ 95% და მოითხოვეს, რომ ის 16,000 ლარი თლიანად გაზმომარაგებაში დახარჯულიყო.
ხოლო საკრებულომ თვითმმართველობაში დასაქმებულებს ანაზღაურება გაუზარდა. საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ თავრთქელაძის განცხადებით ხელფასის ზრდა პრეზიდენტის 10 ოქტომბრის ბრძანებულების საფუძველზე მოხდა და იგი საპრემიო ფონდის ხარჯზე განხორციელდება. ხოლო მუნიციპალიტეტში 2012 წელს 9 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე გაცემული პრემიები საერთო ჯამმა 277,000 ლარს გადააჭარბა. აქედან საკრებულოს თავმჯდომარემ 12,960, ხოლო რაიონის გამგებელმა 10,620 ლარი აიღო. თვითმმართველობაში ხელფასების გაზრდა საპროტესტო რიგითი ხულოელები რაიონში 1000-ზე მეტი ოჯახი სტიქიით დაზარალებულია და წლების განმავლობაში ამაუდელონდება დახმარებას. ნათელა ცეცხლაძის სახლის სასწრაფო გამაგრებით სამუშაოებს მოითხოვს, თუმცა უსახსრობის გამო დღემდე სახლის გამაგრება ვერ მოხერხდა. მოხდა საჯარო მოხელეთა თანამდებობის სარგოების მატება დიფერენცირებულად იქნა განხორციელებული, მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარის გამგებელს ხელფასი გაზარდა თანამდებობის სარგო დაახლოებით 11-12%-ით, ხოლო სხვა თანამდებობის მოხელეებს 40-50%-ით. მაგალითად საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების ხელფასი თავის დროზე ნამდვილად დაბალი იყო და საკრებულოს თავმჯდომარესა და კომისიის თავმჯდომარეთა ხელფასების შორის იყო სხვაობა დიდი და კომისიის თავმჯდომარების ხელფასები ამ შემთხვევაში 100%-ით გაიზარდა. არ არის თანხაო და საიდან გაიზარდნენ და როგორ გაიზარდნენ, მე მაგას მე ვერ ხვდები. და ვიცი მე, მაინც იმდენი რაღაცა გიეკეთებიეს, თუ ხელფასი იყო, იმდენი ამოლესვა, რაც ხა იმ დაბზარულებზე გიეკეთებიეს, რომ შიშით მაინც არ ყოფილიყავით. მუსლიმანი მომლოცველები საუდის არაბეთიდან დაბრუნდნენ. საქართველოდან 32 ადამიანი მოსავლოცად 22 დღის წინ გაემგზავრა. ყველა მორწმუნე შეძლების დაგვარად ვალდებულია ერთხელ მაინც მოილოცოს მექა და მედინა, სადაც წმინდა შუამავალი მუჰამედია დაკრძალული. მომლოცველებს ბათუმის აეროპორტში მუსლიმანი მლოცველები, მუფთი და ოჯახის წევრები დახვდნენ. მომლოცველები საუდის არაბეთში ყურბან ბაირამის მარხვის დაწყებამდე გაემგზავრნენ და მარხვის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ. განსაკუთრებული რიტუალები შეასრულეს მექასა და მედინაზე, ასევე არის არაფათის მთა, ასევე არის მინას მთა, სადაც შეწირვა ხდება, საიდანაც დარჩენილია წმინდა აბრაამმა თავისი საკუთარი პირველი შვილი ისმაილი უნდა შეეწირა ღვთის წინაშე და ღმერთმა მას ზვარაკად ცხვარი უბოცა. სიტყვით აუღწერელი ემოცია არის, ეს ადამიანმა უნდა იხილოს, ეს არ აიხსნება. ძალიან კმაყოფილები ვართ, ძალიან ბედნიერები ვართ. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც წვრილი შეიტანა ჩვენი გაგზავნისთვის. ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულის მოსახლეობა წაბლისხეების მასობრივი ჭრის შეჩერებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რადიკალური ზომების მიღებას აპირებენ და ამბობენ, რომ კომპანია ვუდექსპორტის კუთვნილ ტექნიკას დააზიანებენ. კომპანია ვუდექსპორტმა სახელმწიფოსგან 5 წლიანი ლიცენზია 2011 წლის ოქტომბერში მიიღო. პირობების მიხედვით კომპანიას მხოლოდ სანიტარული ჭრის უფლება აქვს, რაც დაავადებული ხეების ჭრას გულისხმობს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით კი კომპანიის წარმომადგენლები ძირითადად ჯამრთელ ხეებს ჭრიან. ვუდექსპორტის წარმომადგენლობაში მეცხრე არხის სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ჩვენთვის მთავარი ის არ არის, რომ ბიზნეს შეუშალოთ ხელი. ჩვენ ვამბობთ, ბიზნესი განვითარდეს ლიცენზიის პირობებში. ანუ მოჭრან დამპალი განადგურების პირას მისული ხეები. იმიტომ რომ ეს არის ბუნების გაკეთილშობილება და გაჯანსაღების ერთადერთი საშუალება დღესდღეობით. ანუ ეს სანიტარული ჭრა გულისხმობდა ცუდის გატანას, კარგის დატოვებას. აქ ხდება სხვანაირად. რჩება ნაყარი, დამპალი ნაწილი, მოჭრილი ხელმცენარეების. თუ კი ასე ბარბაროსულად ისევ ესენი გააგრძელებენ მუშაობას და ჭრას, ჩვენ სოფელი ავდგებს და ბარბაროსულად მეოქცევის მაგათ ტექნიკას, მაგათ თვითონ მაგათაც. ჩვენ ვჭრით ესეთ ხეებს, რომელიც გამოგვიყოს სამინისტრო, რომელიც არის მობეჭდილი, იმ ხეებს და მობეჭდალ ხეებს არაფერს არ ვჭრით. გვაქვს ოფიციალურად ლიცენზია და კანონიერად ვაკეთებთ ყველაფერს. რუსთავში ყოფილი პოლიტექნიკუმის შენობაში შეჭრილი იძულებით გადაადგილებულები და უსახლკარო დარჩენილები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით არახველიძის განცხადებას ეხმიანებიან. იძულებით გადაადგილებულები კატეგორიულად უარყოფენ თითქოს და დევნილების მიერ საცხოვრებელ ფარდში შეჭრა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან იყოს ორგანიზებული. დევნილები მინისტრის განცხადებას არასამართლიანს უწოდებენ და ყურადღებას ითხოვენ. დევნილები თვითნებურად დაკავებული ფარდის დაცლას არაპირებენ და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ მინისტრმა დავით არახველიძემ 2 დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაფართოების მიზნით თვითნებურად დაკავებული ფართები დევნილებმა და სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ უნდა დატოვოს. ყურადღებას ვითხოვთ და დამუქრებით ნუ გველაპარაკება ჩვენი მინისტრი, როგორც გუშინ წარმოთქვა, რომ თუ არ დატოვეს ეს ფართები,
ჩვენ რაღაც მუხლით გაგვასამართლებენ ამ ხრივ. ეს არ არის ლოგიკა. არ ვაპირებთ არც 10 დღეში და აი საერთოდ არ ვაპირებთ აქედან წასვლას და ირადად მე და ჩემს ოჯახს და ჩემს არასოციალურ ბავშვებს აქედან მკვდრებს თუ გაგვიყვანენ რა სრული ამ სიტყვას რომ მკვდრებს ცოცხალი აქედან ხო აი არ გავალ კახურის სამზარეულო ღვინის დეგუსტაცია და სურათების გამოფენა გაყიდვა. ორწლიანი პაუზის შემდეგ ტრადიცია აღდგა. თელავში ერეკლე მეორის დაბადებიდან 292 იუბილეს საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ხალხმრავლობა იყო. საზეიმო ღონისძიება საღამოს ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა გორდელამ დაასრულა. ერეკლეობა 2012-ისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13,000 ლარი გამოიყო. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებებს, დილით დავიწყეთ ჩვენ ღონისძიება 12 საათზე ერეკლეს მუზეუმში გაიმართა მოსახსენებელი პარაკლისი. პარალელურად მოეწყო ღვინის ქარხნების გამოფენა, გაყიდვა. მოწყობილია კახურის სამზარეულო, ნებისმიერ თელავერს ჩამოსულ სტუმარს შეუძლია მოვიდეს და აგემოვნოს კახურის სამზარეულო. ჩვენ ვართ რესტორანი ჩინებული. გამოსული დღევანდელ დღეს 7 ნოემბერს თელავ ქალაქობას და წარმოვადგენთ კახურ საჭმელებს. მე ვარ ჩემშვილებთან ერთად გამოსული და ძალიან კარგი დღე იყო დღევანდელი დღე. ძალიან სასიამოვნო, ყველაფერი ლამაზი და საუკეთესო. ახალი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძეს ბრალს რამდენიმე წუთში წაუყენებენ დეტალებს ჩვენი კორესპონდენტი გურამ როგავა არკვევს, რომელსაც ჩვენ გამოშვების მსვლელობისას დაუკავშირდებით. მანამდე კი სხვა სიახლეები. ნიკარურუა ბაჩუახალაიას და გიორგი კალანდაძის დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყველაფერი დროებითია. ამის შესახებ კულტურის ყოფილმა მინისტრმა სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე დაპოსტა. ფიქრობდი თუ როგორ გამომეთქვა ჩემი პოზიცია და პროტესტი სამშობლოში ვაჟკაცურად დაბრუნებული ბაჩუახალაიასა და საქართველოს შეერაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის 15 წლის ასაკიდან ქართულ ჯარში მყოფი გიგი კალანდაძის დაპატიმრებაზე. იმაზე აღარაფერს ვამბობ თუ როგორ ირღვეოდა და ირღვევა მათ მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპცია, უმთავრესი რამ, რასაც ნებისმიერი თითოეული მოქალაქის თავისუფლება ეფუძნება. და ყველაზე კარგი პასუხი ისევ უინსტონ ჩერჩილთან ვიპოვე. ყავს მტრები, კარგია. ეს ნიშნავს, რომ შერაღას ღირებულის დაცვა გიცდია შენ ცხოვრებაში. ასე რომ გამხნევდით ყველაფერი დროებითია, წერს ნიკარურუა. ბაჩუახალაიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების პროცესში ახალი დეტალები იკვეთება. ამაზე მთავარმა პროკურორმა ტელეკომპანია იმედის გუშინდელ თოქ-შოუში ღია ეთერში ისაუბრა. გვილაშვილის განცხადებით დამატებითი მტკიცებულებები გამოძიების მიმდინარეობის პროცესში კონკრეტულ ეპიზოდში გამოიკვეთა. გვილაშვილის ინფორმაციით სხვადასხვა ეპიზოდთან დაკავშირებით ათეულობით განცხადებაა, რომელიც ჯერ ბრალდება და არ არის ფორმულირებული, თუმცა იკვეთება ანალოგიური ტიპის დარღვევები, კერძოდ წამების, ცემისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები. ამ დროისათვის გამოძიება მიმდინარეობს. იკვეთება ახალი დეტალები, უკვე წარდგენილ ეპიზოდში იკვეთება დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც განამტკიცებენ გაცხადებულ პოზიციას. ასევე მინდა ვთქვა, რომ ათეულობით განცხადება არის სხვადასხვა ეპიზოდთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ ბრალდებად არ არის ფორმულირებული, მაგრამ სადაც ანალოგიური ტიპის დარღვევები იკვეთება. მხედველობაში მაქვს წამების, ცემის, არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები. ყველა ესენი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედების საგანია, ხდება მათი შესწავლა. სასამართლოში შესაძლოა ფოტო და ვიდეო გადაღება ისევ დაუშვან. ამის შესახებ კანონში ცვლილების ინიციატივით იუსტიციის სამინისტრო გამოდის. კანონპროექტის პრეზენტაცია სასტუმრო რადისონში გაიმართა. კანონპროექტის მიხედვით სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. გარდა ამისა, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება შეუზღუდავად შეეძლება საზოგადოებრივ მაუწყებელს. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს არ ეთანხმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი. მის თქმით, ძირითადად საკანონმდებლო პაკეტი მისთვის მიუღებელია იმ ნაწილში, რომელიც იუსტიციის საბჭოს შეეხება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილია ცვლილებათა ორი პაკეტი. პირველი პაკეტი შეეხება იუსტიციის საბჭოს, ხოლო მეორე პაკეტი გულისხმობს ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ცვლილებათა მიხედვით დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა უპირობო შეკრების წესი იცვლება. პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, შეიცვალოს მოსამართლეთა
ფორმირების ორგანო, რომელსაც ქვია იუსტიციის უმაღლესი სკოლა და სკოლა დაემსგავსოს რეალურად სკოლას და არ იყოს კონტროლირებადი ორგანო. გარდა ამისა, ჩვენ სერიოზულ ცვლილებებს თავაზობთ აგრეთვე დისციპლინურ დევნასთან დაკავშირებით, რადგან დღეს თუ ჩვენი სასამართლოები სავსეა იმ მოსამართლებით, რომლებსაც დაუსჯელობის სინდრომი ახასიათებთ, ეს იმის ბრალია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბატონი კუბლაშვილის მეთაურობით, იმიტომ რომ კანონია ცუდი ვერ ახერხებს მოსამართლეების რეალურად სანქცირებას, როდესაც ისინი უკანონო ან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ცვლილებები, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ეს არის ნაბიჯი უკან სასამართლოს დამოუკიდებლობიდან. ჩვენ შევიტანეთ რამდენიმე ცვლილება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით 2011 წლის ბოლოს 2012 წელს პარლამენტმა შემდეგ დაამტკიცა ეს ცვლილებები და ეხლა ფაქტიურად 1-2 ის ცვლილება უკან არის დაბრუნებული. ანუ მაშინ ამოვიღეთ ისეთი ნორმები, რომლებიც გარკვეულწილად ზღუდავდა სასამართლო ხელისუფლებას და სასამართლოს დამოუკიდებლობას, ეხლა ეს ნორმები ფაქტიურად შეპარული სახით უკან არის დაბრუნებული ამ პროექტში. უნებრივია ამ ცვლილებებს ჩვენ მხარს ვერ დაუჭერთ. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია განახლებული შემადგენლობით პირველად შეიკრიბა. სახელმწიფო კომისიის 39 სხდომას კომისიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. სახელმწიფო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა უწყების პირველი პირი, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შედის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მექანიზმებსა და უახლოეს გეგმებზე, ასევე 2013 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და ნატოს საქართველოს კომისიის სხდომების დაგეგმვის საკითხებს განიხილავს. ბატონ ბიძინამ კაფეო ჩამოაყალიბა კიდევ ერთხელ და განსაზღვრა ჩვენი მთავრობის პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში, ეს იქნება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტები. ამ თვალსაზრისით ყველა ის მექანიზმი, რომელიც არსებობს ნატოსთან თანამშრომლობის, ეს არის ნატო საქართველოს კომისია, ეს არის ნატოსთან ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შემუშავება, ამ თვალსაზრისით ძალიან კაფეო და პრინციპული მითითებები გაეცა კომისიის შემადგენლობაში შემავალ მინისტრებს. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით იურიდიულ კომიტეტში შენიშვნები აქვთ. როგორც დღეს გამართულ საკომიტეტო განხილვაზე განაცხადეს, მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი უნდა დაიხვეწოს, თუმცა დეპუტატები ხარვეს თავად ვეხსნიან. ახლა დამტკიცებულ მთავრობას არასაკმარისი დრო ჰქონდა პროექტში ძირეული ცვლილებების განსახორციელებლად. პარლამენტარების კითხვებს დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძე მოპასუხა. კომიტეტი მივიდა დასკვნამდე და ეს ლოგიკურიც არის, რომ მთავრობას სრულფასოვნად არ ქონდა დრო ბიუჯეტის მოსამზადებლად. ძალიან ცოტა ხანია ვიცით, რომ უფლებამოსილება შევიდა ახალი მთავრობა და საჭიროებს გარკვეული პუნქტები მეტგაშლას, დეტალიზაციას და ახსნას, ვთქვათ, გარკვეულ შემთხვევაში რატომ არის შემცირება, ან შენარჩუნება იგივე პარამეტრის, ან გაზრდა. საბჭო პროცესის ერთწლიანი პროცესი და ერთი კვირის დამტკიცებული მთავრობა შეუძლებელია ერთ კვირაში წარმოედგინა სრული საბჭო პროცესის შესაბამისი ბიუჯეტის პროექტი. აქედან გამომდინარე, კომიტეტს აქვს უფლება ნებისმიერი კანონპროექტი, ბიუჯეტის კანონპროექტი ან მოიწონოს, ან უარყოფითასხმა გასესმაზე, ან არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნევს. პენიტენციარულ სისტემაზეც და არის არსებითი სასამართლო, ვთქვათ, იუსტიციის სამინისტროსაც არის 13 მილიონის ფარგლებში სასამართლოებზე გარკვეულწილად არის საერთო სასამართლოებზე კლება, მაგრამ ეს არა მეორე შეტანის დროს, არამედ პირველი შეტანის დროს იყო კლება, ეს გამოწვეულია კაპიტალური ხარჯების არარსებობით ამ წელს. აი ესეთი ცვლილებები არის. ეს რა თქმა უნდა არ არის საბოლოო შედეგები, საბოლოო შედეგები იქნება შემდეგ ბოლოს, როდესაც გაზუსტება ასევე კითხვები დაისვა კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით და პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რამდენად ადეკვატურია ის თანხები, რაც არის მითითებული ბიუჯეტში. კაპიტული მძღოლები თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის სუფროსთან შეხვედრას ითხოვენ. ამის ნაყვითელი ავტობუსის მძღოლები თბილისის სატრანსპორტო სამსახურის სუფროსთან სისტემის ყოფილი თანამშრომლის გია მაისურაძის დანიშვნას ითხოვენ. მძღოლები არ გამორიცხავენ, რომ ამ მოთხოვნით მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. თბილისში ყვითელი ავტობუსის მძღოლები დღეს გაიფიცნენ. გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს.
მძღოლებს 17 პუნქტიანი მოთხოვნები აქვს შემუშავებული, რომლის დაკმაყოფილებასაც მოითხოვენ ისინი დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ძირითადად შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვენ. მე მინდა თბილისის მოსახლეობას ბოდიში მოუხადოთ მძღოლების სახელით, რომ დღეს გაუთვალისწინება მოხდა ის, რომ გაიფიცა 100%-ით მღვდელი ავტობუსები, დღეს მათ ვერ მოახერხეს გადაადგილება და თავის სამუშაო ადგილებში მისვლა. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მძღოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ის, რომ დღეს გამაფრთხილებელი აქცია არის. ამ გამაფრთხილებელი აქცია კანონიდან გამომდინარე, დაცულია ყველა პროცედურა. მოთხოვნა წერილობითი, მოთხოვნა დიალოგზე, შეხვედრა ყველაფერი და გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაც არის ხელფასების მომატება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბიუჯეტიდან ფინანსდება 45 მილიონი ლარით. წელს ხელფასების და ფიზიკურად შეუძლებელია. წლის ბოლომდე დამტკიცდება თბილისის ბიუჯეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან. რა ინფორმაციას დღეს გვაქვს, იგეგმება თბილისის ბიუჯეტის შემცირებას. ყველაფერი ეს გაირკვევა დეკემბრის ბოლოს, როდესაც ყონდა შეხვედრა ავტობუსის მძღოლებთან. მე მათ გუშინაც შევხვდი, რამდენიმე დღის უკანაც შევხვდი. უმრავლეს საკითხებზე ჩვენ პრინციპში შევთანხმდით. გადაუწყვეტელი რჩება ძირითადი საკითხი, ხელფასების თემა. ისინი ითხოვენ ხელფასების გაორმაგებას, რაც ამ ეტაპზე ვერ მოხდება. თელასის თანამშრომლების აქცია კი დასრულებულია, კომპანიის ხელმძღვანელობა მათი მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. თელასის თანამშრომლები სამსახურში აღდგენას და იმ თანამშრომლების გათავისუფლებას ირხავდნენ, რომლებიც ყოფილმა ხელმძღვანელმა სამსახურში მათმაგივრად აიყვანა. კომპანიის ხელმძღვანელობა თელასის თანამშრომლების მოთხოვნების დააკმაყოფილებას ორშაბათისთვის დაპირდა. ნაწილობრივ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა, ანუ გაშვებული იქნა საკვანძო პოზიციებზე მუშავე 12 თანამშრომელი. დანარჩენებზე ითქვა, რომ იქნება მიმდინარეობს მოლაპარაკება დანარჩენებსაც გაათავისუფლონ, ხოლო ასევე წამოვიდა მზაობა იმაზე, რომ ორშაბათამდე მოხდება ყველა იმ გაშვებული თანამშრომლის 125 კაცის დაბრუნება იმავე პოზიციაზე და იმავე პირობებით, რა პირობებიდანაც ისინი იქნა დათხოვილი. ეს გასარკვევია, ჩვენ თავიდან გვიღებენ თუ აღდგენა თავისი კომპენსაციებით. მაგრამ ნუ რაღაც რეზულტატი უკვე მიღწეულია ის, რომ რაღაც გარანტიები მიღებული გვაქვს. თუ ნახავთ, რომ ისევ რაღაც ტყუილსა ადგილი და მარტო ნახევარი გადაწყვეტილებაა მიღებული, ალბათ კოლექტივი გამოგვეხმაურება ისევ და მე მგონი ხალხის თანადგომითაა ეს ყველაფერი მიღწეული. ისევ გავაგრძელებთ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აზერბაიჯანის მოქალაქე 4 კილოგრამზე მეტი წონის ოქროს კონტრაბანდისტვის დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქონლის დეკლარირების წესის გვერდისავლით მოქალაქეს შირზად გალანდაროვი თურქეთიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის საიუველირო ნაკეთობების უკანონო შემოდანას გეგმავდა. ექსპერტიზის დასკვნით კონტრაბანდული ტვირთის საერთო ღირებულება 230,000 ლარს აღემატება. საგამოძიებო სამსახური ამ ეტაპზე ოქროს საიუველირო ნივთების წარმომავლობის საკითხს სწავლობს, რომლის შემდეგაც ჩამორთმეული ტვირთის ბედი გადაწყდება. საქართველოს ეკონომიკურ აღნიშნული პირი დაიკითხა მოწმის სტატუსით, აღზრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. საქმეს იძიებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ახალგაზრდა ადვოკატების საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართავენ სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატურის წარდგენისას კანდიდატთა პროფესიული შესატყვისობა, გამოცდილება, რეპუტაცია და საზოგადოების აზრი გაითვალისწინონ. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატის შეთავაზებამ ღიად შეალახა დემოკრატიული პრინციპები. ისინი უმრავლესობას სახალხო დამცველის პოსტზე ლია მუხაშავრიას, გელა ნიკოლაიშვილისა და დიმიტრი ლორხიფანიძის კანდიდატურების განხილვისკენ მოუწოდებენ. საზოგადოებამ ომბუდსმენის საკითხთან პოლიტიკური ნება და სამოქალაქო აქტივიზმი დემოკრატიის მნიშვნელობის ფაქტად მიიჩნია, ამიტომაც აუცილებელია პარლამენტმა განმარტოს, რატომ აღმოჩნდა საზოგადოება სხვა რეალობაში. ფაქტი ერთია, საპარლამენტო უმრავლესობამ მართალია სახალხო დამცველად საკუთარი კანდიდატურა შემოგთავაზა და ამით კანონი არ დაურღვევია, მაგრამ ღიად შეალახა დემოკრატიული პრინციპების და სამოქალაქო სექტორისთვის მიცემული პირობის ერთგულება. თქვენ უყურებთ მეცხრე არხის საინფორმაციო გამოშვებას. ბიძინა ივანიშვილი ბარაკ ობამას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პრემიერ-მინისტრმა ობამას მისავალის წერილი გაუგზავნა და წარმატება უსურვა მას საპრეზიდენტო პოსტზე უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებისას.
ვიძნია ივანიშვილი ქართველი ხალხის სახელით მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმ წვლილის გამო, რომელიც მან ამერიკას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეიტანა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი კვლავაც გააგრძელებს გლობალურ უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას იქ, სადაც გაერთიანებული ძალისხმევის საჭიროება იქნება. დედათა კომიტეტთან 2012 წელს სისხლის სამართლის საქმეების შემსწავლელი მუდმივ მოქმედი კომიტეტი შეიქმნა, რომელიც განიხილავს უკანონო პატიმრების, პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკურ მსხვერპლთა საქმეებს. კომისიამ დღემდე 9 პატიმრის საქმე განიხილა. დედათა კომიტეტი თხოვნით მიმართავს არჩილ კბილაშვილს, სოზარ სუბარს და თეატრ ლუკიანს მოავლინონ თავიანთი წარმომადგენლები კომისიაში მონაწილეობის მისაღებად. დედათა კომიტეტთან ჯერ კიდევ ივლისის თვეში შეიქმნა სისხლის სამართლის საქმეების შემსწავლელი მუდმივ მოქმედი კომისია, სადაც მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენ დაარსების დღიდან ამ კომისიის შექმნის დღიდან დღემდე განვიხილეთ სულ 9 პირთა საქმე. ანუ იმ პირთა საქმე, რომლებმაც მომართეს კომისიას წერილობითი თხოვნით შეგვეფასებინა როგორც უფლებადაცვით ორგანიზაციებს სამართლებრივად მათი პირადი საქმეები. სააპელაციო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის საჩივარი განიხილეს. ხდომაზე სასამართლომ აპელანტის მოსაზრებები მოისმინა. შემდეგ ხდომაზე კი სასამართლომ არეგულირებელი კომისიის წარმომადგენელს მოусმეს. ჰერეთის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 31 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა. ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება არის უკანონო და ემყარება უსაფუძვლო მოსაზრებებს. სამაუწყებლო კომპანიამ სარჩელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ მას შემდეგ შეიტანა, რაც ქალაქ თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს მედიას საუსტეკომს მიანიჭა. განხილული იქნა სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის სააპელაციო საჩივარი, რითაც იგი ითხოვს 2011 წლის 2012 წლის 31 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის მოსაზრებით და დასტურებულად არის უკანონო, ემყარება ყოველმხრივ უსაფუძვლო მოსაზრებებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ არის ეს ყველაფერი დაფიქსირებული გადაწყვეტილებაში და ჩვენ გვაქვს განცდა იმისა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ამ მართლაც უკვე მრავალი თვე მიმდინარე დავას წერტილი უნდა დაუსვას და ჭეშმარიტება უნდა იზეიმოს. თავისუფალი საქართველო და საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია პედაგოგების სკოლაში აღდგენას მიესალმება. ასოციაციის თავმჯდომარის ლია ნიკოლაიშვილის განმარტებით, განათლების სისტემაში უნდა დადგეს ყველა იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც პედაგოგების გათავისუფლების პროცესში მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია მოითხოვს ყველა ის პედაგოგი, რომელიც პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს, რეპრესიების მსხვერპლად აღიარონ. მოითხოვთ სკოლაში დაბრუნებას და აღდგენას, იმ დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ეხლა არიან დირექტორებმა, მხოლოდ რომელმაც მარტო პოლიტიკურ 37 მუხლით გაანთავისუფლა, მაგრამ არიან დირექტორები, რომლებმაც ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინეს, მაგალითად ჩემს მიმართებაში 8 მუხლი მქონდა მოყენებული. მას შემდეგ რაც ბატონმა მინისტრმა განაცხადა საჯარო გამოსვლის შემდეგ, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული მასწავლებლები დაბრუნდნენ სკოლებში, დამიბარა ქალბატონმა ლელა ქინქლაძემ სინანული გამოხატა იმის გამო, რომ ვერ დამიცვა მაშინ, შედგა ჩვენ შორის მოლაპარაკება და აღმადგინა. ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია ახალი მთავრობის საგარეო კურსს აფასებს. დავითაიას თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად რუსეთთან დიალოგი ვერ შედგება და მოლაპარაკებაზე რუსული მხარე მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოვა, თუ კი საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიას აღიარებს. დავითაიას განცხადებით, სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარიაშვილი რკინიგზის გახსნასა და პასპორტების ლეგალიზებაზე საუბრობს. რაც დავითაიას თქმით, მცდარი ნაბიჯი იქნება და ამ შემთხვევაში საქართველო რუსეთის ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს. ნუ გამოუხატავთ ზედმეტ ინიციატივებს, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იმუშავებს. მარტივი მაგალითია ამ პრობლემის გადაწყვეტის პირდაპირ გეუბნებით. 3 გზა არსებობს. ერთი გზაა, რომ საქართველოს აღიაროს დამოუკიდებლობა აფხაზეთს და ოსეთს, თავი დავანებოთ აფხაზეთს და ოსეთს. დავანებოთ თავი და წავიდეთ ჩვენი განვითარება. ეს ერთი გზა არის. მეორე გზა არის, რასაც უნდა რუსეთის ფედერაციას, რომ საქართველოს გახდეს ევრაზიული კავშირის წევრი, რაც უნდა პუტინს.
ამ შემთხვევაში თუ ევროაზიური კავშირის წევრი გახდება საქართველო, არ ვიცი რა ფორმით, რა მიდგომებით, მაგრამ აფხაზეთის სამართლებრივ ჩარჩოებს საქართველოში მოქცევა შეიძლება. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ თავი დავანებოთ სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ, თავი დავანებოთ რაღაც სხვა მიზნებისაკენ სვლას. მაშინ ჩვენ თავს ნუ ვიტყუებთ რა. არ გამოდის თამაში. ან მივდივართ აქეთ, ან მივდივართ მეორე მხარეს. და მესამე გზასაც გთავაზობთ მე თქვენ და ყველა საზოგადოებას. გავყინოთ ის სიტუაცია, რაც ახლა არის. ჩვენ თუ ვერ ვიბრუნებთ ამ ტერიტორიებს, ჩვენ შვილებს მაინც დაუტოვოთ სამართლებრივი საფუძველი ამ ტერიტორიების დაბრუნების. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაპატიმრებული საჩხერის მკვიდრი ისევ პატიმრობაში რჩება. ბიჭიკო ბაგაურის წინააღმდეგ ცხინვალში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულ სოფელ სინაგურში ოსური პასპორტის გარეშე შესვლაში ადანაშაულებენ. ბაგაური 2 თვეა ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. საჩხერეში სოფელ ჯრიაში 62 წლის ბიჭიკო ბაგაურის სახლში დაბრუნებას ოჯახი თვეებია უშედეგოდელის. იგი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფელ სინაგურში სექტემბერში დააკავეს. ბაგაურის სინაგურში კუთვნილი სახლის დასათვალიერებლად რუსული ბლოკპოსტის გვერდისავლით სპეციალური ბილიკით გადავიდა. დააკავეს საზღვარზე, როგორც მითხრეს, გედეიპარა. დააკავეს. მესმეტე ჯერჯერობით ცნობილი არაფერი არ მნიშვნელოვანი. ყველას ვაცნობე, პოლიციასაც, გამგეობაშიდაც ვიყავი, ყველაზე. ჯერჯერობით რა ვიცი, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც გამოშვების ამბავზე არაფერი არ ჩანს. ბაგაურის წინააღმდეგ ცხინვალში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან. თანასოფლელების თქმით, ბაგაურისთვის ბრალის დამძიმების მიზეზად ცხინვალელი სამართალდამცველები დაკავებამდე მის არაერთხელ გაფრთხილებას ასახელებენ. ესე გაფრთხილება ქონდაო და გაფრთხილება ქონდაო და ბიღები ერთი ამერთხელ ლევიდა და ეიჭი კარცეთ. ოჯახის წევრები და თანასოფლელები ბაგაურის ჯანმრთელობის პრობლემაზეც საუბრობენ. მათი თქმით, დაკავებულს გული აწუხებს და მუდმივი მკურნალობა და მედიკამენტები სჭირდება. მოგვითვალა სახში, რომ ის წამლების რეცეპტი და ის გამომიგზავნებდა და წამლები. და ერთხელ ჩემი და 3-4 იყო ჩემი ბიჭი ჩასული გორში და გოუზანეს წამლები. ხო და საჭმელი გამომიგზავნო, სიდან გოუგზავნო საჭმელი. ბიჭიკო ბაგაურის საკითხზე თავის მხრივ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული საჩხერის რაიონულ სამმართველოშიც. როგორც მეცხრეარს პერევის პოლიციის განყოფილებაში განუცხადეს, ადამიანის უკანონოდ გადაწების ფაქტზე საქმეს დეტექტივი ელგუჯა ჩხიტუნიძე იკვლევს. ბიჭიკო ბაგაური პირველი არ არის საჩხერის მცხოვრებთაგან, ვინც ოსმა სამართალდამცველებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. 2 კვირის წინ დაახლოებით 1 კვირიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს პერევისა და გორისას მცხოვრებლები. საზოგადოებრივ მაუწყებელში საპარლამენტო უმცირესობის 8 დეპუტატი მივიდა. უმცირესობის წარმომადგენლები არხის გენერალურ დირექტორს გია ჭანტურიას და ბორდის თავმჯდომარეს ლევან გახელაძეს შეხვდნენ. როგორც შეხვედრაზე მათ განაცხადეს, არხზე შემოსავლების სამსახურის შესვლა აფიქრებინებთ, რომ ახალი ხელისუფლება პირველი არხის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშწორებას აპირებს. დეპუტატების განცხადებით, ამის საფუძველს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები იძლევა. ამ წუთებში ჩვენი ჟურნალისტი საზოგადოებრივ მაუწყებელში იმყოფება ლანა ბერიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში, რომელიც დეტალებს გაგვაცნობს. ლანა გისმენთ. საპარლამენტო უმცირესობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეხვედრა დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა. აქ იყო 8 დეპუტატი მოსული: გიორგი ხაჩიძე, ირმა ნადირაშვილი, შოთა მალაშხია, ლევან ბეჟაშვილი და მისი კოლეგები. მათი განცხადებით არხზე მოსვლის საფუძველი აქ შემოსავლების სამსახურის შემოსვლა გახდა. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა და ისინი შეშფოთებულები არიან უმრავლესობის წევრების გულშიდელი განცხადებები. დღევანდელ საათნახევრიან შეხვედრაზე დეპუტატებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ შესაძლოა ახალი ხელისუფლება საზოგადოებრივ მაუწყებელზე აპირებდეს პოლიტიკურ ანგარიშწორებას და ისინი იშოლიებენ მისი კოლეგების დავსდნენ, რომ ის უმრავლესობის წევრების განცხადებებს, სადაც რომელიც გუშინ პარლამენტში გაკეთდა, დეპუტატები აცხადებენ, რომ შესაძლოა არხი დაიხუროს კიდევაც ან ხელმძღვანელობა შეიცვალოს, როგორც დახურულ შეხვედრაზე, სადაც კამერები და ჟურნალისტები იყვნენ, თუმცა იქ შეკითხვის საშუალება არ ქონია და უკვე შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ დაუსვით დეპუტატებს კითხვები. ისინი ამბობენ, რომ შესაძლოა გია ჭანტურიას გადაყენების საფუძველს ემსახურებოდეს ეს ყველაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ ხელისუფლებას შეეძლო ყველა დეტალი, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან აინტერესებდა შემოსავლების სამსახურის 50 კაცის შესვლის გარეშეც მოეგვარებინათ. ისინი ამბობენ, რომ შეშფოთებულები არიან ამ ყველაფრით. აშეხება ჟურნალისტების შეკითხვებს, რატომ არ იყო ხელისუფლების მაშინდელი ხელისუფლების მყისიერი რეაგირება, როდესაც მედია სახპალიტროში შევიდა შემოსავლების სამსახური და რატომ არ გაუკეთებიათ მაშინ ესეთი განცხადებები. ასევე რატომ არ მოუყოლეს რეაგირება, როდესაც ტელეკომპანია კავკასიას 2 ლარის დავარიანების გამო მათ ანგარიშებს დაედო
დაინკასო. დეპუტატებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ ეს იყო წინათ ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც ისინი აღიარებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ იგივე სახის შეცდომები არ უნდა დაუშვას. Ჩემთვის კარგად არის ცნობილი პრემიერ-მინისტრის, ახალგო პრემიერ-მინისტრის წინასაარჩევნო რიტორიკა, როდესაც ის პირადად ემუქრებოდა ჟურნალისტებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეხლა დაიწყო ანგარიშსწორების პროცესი, სწორედ ამიტომ ვარ შეშფოთებული და სწორედ ამიტომ მოვედით აქ. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, იყო გამოთქმული შენიშვნები ჩვენი ხელისუფლების მისამართითაც და ვიზიარებ ამ ნაწილში ბატონი კახელაძის მოსაზრებებს. მე მგონი საქართველოში ისეთი გულუბრყო არავინ არ არის ხარო ვინმე შეეროდეს რომ რაღაცა ოფიციალური მიზეზების გამო შემოვიდა 50 კაცი საზოგადოებრივ მაუწყებელში რომ შეამოწმონ აქ რა ხდება. ეს არის ზეწოლა, ეს არის ზეწოლა ობიექტურ აზრზე, იმიტომ რომ ახალ ხელისუფლებას როგორცაც გონია რომ მაინც და მაინც ისინი რასაც ფიქრობენ, ის უნდა ილაპარაკოს აბსოლუტურად ყველა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ 2001 წელს რუსთავიორის მიმართ განხორციელებული შეცდომა, 2007 წელს იმედის მიმართ განხორციელებული შეცდომა, რასაც პრეზიდენტის გადადგომა მოხდა, იყო ზუსტად ამადასტურებელი იმის, რომ ხელისუფლებამ ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რომელსაც ასრულებს ხადური და ეს ფაქტია. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ უმრავლესობის გამოსვლები, სადაც ისინი ლაპარაკობენ თვითონ, რომ ეს არხი უნდა დაიხუროს, თვითონ ამას საუბრობენ, რომ ეს არხი ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთას და თუ ნახავთ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნას, ეს არის პირიქით. აქ საუბარია, რომ ეს არხი იყო ყველაზე უფრო დაბალანსებული. შეხვედრის შემდეგ ასევე კომენტარები გააკეთეს ტელევიზიის ხელმძღვანელებმა. დიეჭანტურია და ლევან კახელაძე აცხადებს, რომ დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები არის პოლიტიკური შეფასებები, თუმცა გარკვეული ეჭვები და ვარაუდები მათაც გააჩნიათ. დიეჭანტურია აცხადებს, რომ გუშინდელი დოდარ ხადურის განცხადება იმის შესახებ, რომ თუ კი რაიმე დარღვევა იქნება აღმოჩენილი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა გვერდით შენობაში გადაინაცვლებს, აფიქრებინებს, რომ შესაძლოა გარკვეულ საფრთხეს მართლაც კონდეს ადგილი. დიეჭანტურია აცხადებს, რომ აქამდე შემოსავლების სამსახურთან ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა და მენეჯმენტი ელექტრონული პოსტის მეშვეობით აგვარებდა სიტუაციას და დღეს უკვე 50 კაციანი ჯგუფის შესვლა აფიქრებინებს, რომ გარკვეული საფრთხეები შესაძლოა მართლაც არსებობდეს. გიაჭანტურიამ ასევე გაიხსნა პრემიერ-მინისტრის განცხადება, სადაც რამდენჯერმე ბიძინა ივანიშვილმა შენიშვნები გამოთქვა პირველ აღთან დაკავშირებით და ჭანტურია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური ანგარიშწორებას მართლაც კონდეს ადგილი ახალი ხელისუფლების მხრიდან. კარგი იქნებოდა ამ შემთხვევაში ხელისუფლებას დაესწრო ოპოზიციისთვის და მას მოესმენა რაღაც გარკვეული არგუმენტები. მე პოლიტიკური ოპოზიციის შეფასებებს არ შევეხები, ახლა ის პოლიტიკური პარტია და მათ შეუძლიათ ნებისმიერი შეფასება გააკეთონ. რაც შეეხება კმაყოფილებას, ძალიან კარგია რომ ვიღაცა გისმენს. და დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე მოგვისმენს მეორე მხარეც. იმის მერე, რაც გუშინ შემოსულმა ოფიცრებმა საკმაოდ კაცრი ტონით განაცხადეს ის, რომ ამ პროცესში ყველა ის დარღვევა, რომელიც ძველათაც კი იყო, ამაზე იწერება სპეციალურ ოქმები, რომლებიც მე იგზავნება პროკურატურაში. და ჩვენ ვუთხარით, რომ მსგავსი ოქმები 2005 წელს, 2008-ში თუ არ ვშთები და შემდგომშიც არის დაწერილი, გაგზავნილი პროკურატურაში და როცა მიადგებით თქვენ ამ ნაკლებობებს და ჩვენ გეტყვით, აი ეს ჩვენ აღმოჩენილი გვაქვს და გაგზავნილი გვაქვს, ამას თქვენ საქმეში ჩააკერებთ თუ არა? და მათი მხრიდან იყო ნათქვამი, რომ არა, ჩვენ ამას არ ჩავაყენებთ, ჩვენ ავდგებით ამას თავიდან დავდით და ჩვენ გავაგზავნებთ პროკურატურაში. უკაცრავად ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ თვითმიზანი არის, რომ რაღაცნაირად აქ პროკურატურას კონდეს საქმე. გუშინ განცხადებები ტელეკომპანიაში შემოსავლების სამსახურის შემოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. ასევე შეფასებები გააკეთა პარლამენტშიც. ამ წუთებშიც ტელეკომპანიაში რჩებიან შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ინვენტარიზაციას ახორციელებენ. რაც შეეხება და პასუხს უკვე უმცირესობის შეფასებებთან დაკავშირებით, შესაძლოა აქ შემოსავლების სამსახურის შემოსვლა ემსახურებოდეს პოლიტიკურ ანგარიშწორებას, რაც პასუხობს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამ ბრალდებებს და ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ეს დეტალები ნახეთ მომდევნო საინფორმაციო გამოშვებაში. ვანაბერიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სპორტული დარბაზის მშენებლობის ნაცვლად სტალინის მუზეუმის სკვერის რეაბილიტაცია. გორის მუნიციპალიტეტმა თავისუფალ ჭიდაობაში სპეციალიზებული დარბაზის მშენებლობისთვის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 300,000 ლარი მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციას მოახმარა. საკრებულოში აცხადებენ, რომ დარბაზის მშენებლობაზე ტენდერი ორჯერ გამოცხადდა, თუმცა ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც ერთ კომპანიას არ გამოუთქვამს. 200 სპორტსმენი კი ამჟამად სპორტსკოლის ერთ-ერთ მცირე დარბაზში ვარჯიშობს. თავისუფალ ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელი ნუგზარ სხირიელი აცხადებს, რომ ამ მცირე დარბაზში
დარბაზში არსებულ პირობებში გორლ სპორტსმენებს ვარჯიში უჭირთ და ეს მათ სპორტულ მიღწევებზეც აისახება. ნუგზარ სხირელი ამბობს, რომ დარბაზის აშენების მსურველები პირველივე ტენდერისას გამოჩნდნენ. თუმცა არასაკმარისი თანხის გამო მშენებლობის დაწყებაზე უარი თქვეს. წვრთნელი ასევე აღნიშნავს, რომ გორის გამგეობას მშენებლობის დაფინანსების გაზრდა რამდენჯერმე სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. მეორედ რომ დაიდო ტენდერზე, რადგანაც აღარავინ არ შემოვიდა ტენდერზე. აქ განგარიშებაზე იყო საქმე. არ ეყოფოდა ამ დარბაზის მშენებლობას. მე მივაკითხე გამგეობას. კერძოდ ხმიადაშვილს. და უთხარი რომ ამ თანხაში არიდევა ამ დარბაზის მშენებლობა და დამატება უნდა. სპორტსმენების განცხადებით არასათანადო პირობებში ვარჯიშმა გავლენა მოახდინა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შედეგებზეც. ლონდონში თავისუფალ ჭიდაობაში გორლმა ფალავნება ლადო ხინჩიკაშვილმა და გიორგი გოგშელიძემ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აიღეს. ფიზიკურად შეუძლებელია ამ პირობებში ვარ შემდგომ. ამდენი ხალხის უნდა ზომო ერთმანეთს არ დავეცით, არანაირი ვენტილაცია ჩვენ არ აქვს. საქართველოს ნაკრებში არ არსებობს შეჯიბრება. ევროპის ჩემპიონატი იქნება, მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები 3-4 სპორტსმენი ყოველთვის გორიდან არის დაკომპლექტებული. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე განმარტავს, რომ გამოყოფილი 300,000 ლარით სკვერის რეაბილიტაცია მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ ისურვა. რამდენჯერმე გავიდა ტენდერზე და ტენდერზე არავინ არ შემოვიდა და ეს ვერ მოხდა ამ თანხის ათვისება. ვაპირებთ, რომ მომავალ წლის ბიუჯეტში ამ დარბაზის მშენებლობისთვის გავითვალისწინოთ თანხები დამატება. სპორტსკოლის დარბაზში, რომლის ფართი მხოლოდ 160 კვადრატული მეტრია, ამჟამად 200-მდე მოჭიდავე ვარჯიშობს. მათ შორის ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური შეჯიბრებების პრიზიორებიც არიან. მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწის მოსახლეობა გაზის პრობლემაზე ჩივის და მთავარი მაგისტრალის ყველაობაში გაყვანას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხუნწში სოფლის პროგრამის ფარგლებში თანხა გაზიფიცირებაზე გაიხარჯა, თუმცა გაზი მხოლოდ რამდენიმე უბანშია გაყვანილი. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფს მარტვილის გამგებელი. მეუბნებიან თუ 16,000 ლარი. ეს 16,000 ლარი გათვალისწინებული იყო, რადგან გაზზე წავიდა საქმე 5 ჩიხის. ამ 5 ჩიხისთვის ეს გათანაბრებული ყოფილიყო. აქ არის ალაგ-ალაგ აკრებულ მოკრებულად გაკეთებული, რომ შეუთანხმებელია. დაუზუსტებელი პროექტით, რამდენი ხდება თანხა, რამდენი არა, არავინ არ იცის. რა თანხაა დახარჯული, დაუშვა 700 მეტრო, ეხლა ქუჩაში შეყვანილი. იქ არის 9,000 დაიხარჯაო და კილომეტრია შეყვანილი და იქაც 6,000 ლარი. საწავიდა დაუშვათ არჩენილ თანხები. მე ვერთხელ დააზუსტეს ქვედახუნწის მოსახლეობა, რომელ უბნებსაც ეხება ეს. 2 კვირის წინ შემოვიდნენ ჩვენთან. ხელმოწერები წარმოადგენეს, ვინც ცხოვრობს იმ უბანში აბსოლუტური უმრავლესობის. დაახლოებით ეს არის რო არ გამომივიდეს ის და მინიმუმ 95% და მოითხოვეს, რომ ის 16,000 ლარი თლიანად გაზმომარაგებაში დახარჯული. ხოლო საკრებულომ თვითმმართველობაში დასაქმებულებს ანაზღაურება გაუზარდა. საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ თავართილაძის განცხადებით ხელფასის ზრდა პრეზიდენტის 10 ოქტომბრის ბრძანებულების საფუძველზე მოხდა და იგი საპრემიო ფონდის ხარჯზე განხორციელდა. ხოლოს მუნიციპალიტეტში 2012 წელს 9 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე გაცემული პრემიები საერთო ჯამმა 277,000 ლარს გადააჯარმა. აქედან საკრებულოს თავმჯდომარემ 12,960, ხოლო რაიონის გამგებელმა 10,620 ლარი აიღო. თვითმმართველობაში ხელფასების გაზრდას აპროტესტებენ რიგითი ხულოელები რაიონში 1000-ზე მეტი ოჯახი სტიქიით დაზარალებულია და წლების განმავლობაში ამოედელუდება დახმარებას. ნათელა ცეცხლაძის სახლის სასწრაფო გამაგრებით სამუშაოებს მოითხოვს, თუმცა უსახსრობის გამო დღემდე სახლის გამაგრება ვერ მოხერხდა. მოხდა საჯარო მოხელეთა თანადროული სარგოების მატება დიფერენცირებულად იქნა განხორციელებული, მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარის გამგებელს ხელფასი გაზარდა თანამედროვე სარგო დაახლოებით 11-12%-ით, ხოლო სხვა თანამედროვე მოხელეებს 40-50%-ით. მაგალითად საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების ხელფასი თავის დროზე ნამდვილად დაბალი იყო და საკრებულოს თავმჯდომარესა და კომისიის თავმჯდომარეთა ხელფასების შორის იყო სხვაობა დიდი და კომისიის თავმჯდომარის ხელფასები ამ შემთხვევაში 100%-ით გაიზარდა. არ არის თანხაო და საიდან გაიზარდნენ და როგორ გაიზარდნენ, მე მაგას მე ვერ ხვდები. რა ვიცი მე, მაინც იმდენი რაღაცა გიეკეთებიეს, თუ ხელფასი იყო, იმდენი ამოლესვა, რაც იმ დაბზარულებზე გიეკეთებიეს, რომ შიშით მაინც არ ყოფილიყავით.
ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულის მოსახლეობა წაბლის ხეების მასობრივი ჭრის შეჩერებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რადიკალური ზომების მიღებას აპირებენ და ამბობენ, რომ კომპანია ვუდექსპორტის კუთვნილ ტექნიკას დააზიანებენ. კომპანია ვუდექსპორტმა სახელმწიფოსგან 5-წლიანი ლიცენზია 2011 წლის ოქტომბერში მიიღო. პირობების მიხედვით კომპანიას მხოლოდ სანიტარული ჭრის უფლება აქვს, რაც დაავადებული ხეების შრას გულისხმობს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით კი კომპანიის წარმომადგენლები ძირითადად ჯანმრთელ ხეებს შრიან. ვუდექსპორტის წარმომადგენლობაში მეცხრე არხის სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ჩვენთვის მთავარი ის არ არის, რომ ბიზნეს შეუშალოთ ხელი. ჩვენ ვამბობთ, ბიზნესი განვითარდეს ლიცენზიის პირობებში. ანუ მოჭრან, დამპალი, განადგურების პირას მისული ხეები. იმიტომ რომ ეს არის ბუნების გაკეთილშობილება და გაჯანსაღების ერთადერთი საშუალება დღესდღეობით. ანუ ეს სანიტარული ჭრა გულისხმობდა ცუდის გატანას, კარგის დატოვებას. აქ ხდება სხვანაირად. რჩება ნაყარი, დამპალი ნაწილი, მოჭრილი ხემცენარეების. თუ კი ასე ბარბაროსულად ისევე ესენი გააგრძელებენ მუშაობას და ჭრას, ჩვენ სოფელი ავდგებს და ბარბაროსულად მეუქცევს მაგათ ტექნიკას, მაგათ თვითონ მაგათაც. ჩვენ ჭრით ესეთ ხეებს, რომელიც გამოგვიყოს სამინისტრო, რომელიც არის მობეჭდილი, იმ ხეებს და მობეჭდალ ხეებს არაფერს არ ჭრით. გვაქვს ოფიციალურად ლიცენზია და კანონიერად ვაკეთებთ ყველაფერს. რუსთავში ყოფილი პოლიტექნიკუმის შენობაში შეჭრილი იძულებით გადაადგილებულები და უსახლკარო დარჩენილები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრით დავით დარახველიძის განცხადებას ეხმიანებიან. იძულებით გადაადგილებულები კატეგორიულად უარყოფენ, თითქოს და დევნილების მიერ საცხოვრებელ ფარდში შეჭრა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან იყოს ორგანიზებული. დევნილები მინისტრის განცხადებას არასამართლიანს უწოდებენ და ყურადღებას ითხოვენ. დევნილები თვითნებურად დაკავებული ფარდის დაცლას არ აპირებენ და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ მინისტრმა დავით დარახველიძემ 2 დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაფართოების მიზნით თვითნებურად დაკავებული ფართები დევნილებმა და სოციალურად დაუცველმა პირებმა უნდა დატოვონ. ყურადღებას ვითხოვთ და დამუქრებით ნუ გველაპარაკება ჩვენი მინისტრი. როგორც გუშინ წარმოთქვა, რომ თუ არ დატოვეს ეს ფართები, ჩვენ რაღაც მუხლით გაგვასამართლებენ ამ მხრივ. ეს არ არის ლოგიკა. არ ვაპირებთ არც 10 დღეში და აი საერთოდ არ ვაპირებთ აქედან წასვლას და ირადად მე და ჩემს ოჯახს და ჩემს არასრულწლოვან ბავშვებს აქედან ყდრებს თუ გაგვიყვანენ რა სრული ამ სიტყვას რომ ყდრებს ცოცხალი აქედან ხო აი არ გავალ. მე ხვალამდე გემშვიდობებით ახალი კი რამდენიმე წუთში ნინო ვარდოსანიძესთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.